დღეს მენიუში გვექნება პასტა ხორცის ბურთულებით და პომიდორის соусით, რომელიც სახლზედ გემრიელია. პირველ რიგში კი იმას გეტყვით, რომ ყველა პროდუქტი მოიმარგე ორ ნაბიჯში. სანამ სამზადის დავიწყებთ, ბოსტნეულობა გავრეცხოთ და დავჭრათ პატარა კუბებად. ასევე ვიყენებთ გაყინულ ხორცს, რომელიც მაქვს წინასწარ გავღობილი მაცივარში, რათა სწორი ფერმენტაცია მომხდარიყო. საქონლის ხორცი გავატაროთ საშუალო საკებზე, ასევე ხახვიც. დავუმატოთ წვრილად დაკეპილი ოხრახუში და ნიორი. დავუმატოთ გემოვნებით მარილი, ასევე ბაზილიკი, ცოტაოდენი ორეგანო და საბოლოოდ შავი პილპილი. ეხლა კი დაგჭირდება კვერცხი. კვერცხი მოხმარებამდე გავრეცხოთ. ასევე სურვილისამე დავუმატოთ ცოტაოდენი პარმეზანი და საფანებელი. ყველაფერი კარგად გადაურევთ. საბოლოოდ მოვაგუნდაოთ პატარა ბურთულები. კარგად გაცხლებულ ტაფაზე მოვათასოთ ზეთი და მოვათასოთ ბურთულები. შევწვათ ოქროსფერ ზედაპირამდე. მზა ბურთულები გადმოვიტანოთ და გავაგრილოთ. კარგად გაცხლებულ ქვაბში მოვათასოთ ზეთი. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, ასევე მწვანე ბულგარული წიწაკა. მოვთუშოთ დაბალ ცეცხლზე. დავუმატოთ პომიდორის კონსერვი და ასევე პომიდორის წვენი. მივიყვანოთ ადუღებამდე. ადუღებულ соуსში დავუმატოთ მარილი, ნიორი, ასევე ოხრახუში, ბაზილიკი და ყველაფერი კარგად გადაურევთ. საბოლოოდ მოვათასოთ შემწვარი ხორცის ბურთულები. გადაურევთ ყველაფერი კარგად და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ვადუღოთ დაახლოებით ნახევარი საათი. დუღარე წყალში მოვათასოთ მარილი და ასევე ცოტაოდენი ზეთი. გადაურევთ და მოვათასოთ პასტა. პასტა მოხარშოთ მზაობამდე. დაახლოებით 10-12 წუთი სჭირდება. მოხარშული სპაგეტი გადმოვიტანოთ საწურზე. ქვაბში მოვათასოთ კარაქი. კარაქი როდესაც გავღვება, მოვათასოთ სპაგეტი. გადაურევთ ყველაფერი კარგად 2 წუთის განმავლობაში. ამ მასობაში ხორციანი ბურთულებიც მზად არის. სერვირების თეფშზე მოვათასოთ სპაგეტი. შემდგომში კი მოვათასოთ ხორციანი ბურთულები პომიდორის соусთან ერთად. ზედაპირზე კი მოვაყაროთ ცოტაოდენი პარმეზანი.